ნამდვილი სეკრეტ სანტა იცი რა არის? სეკრეტ სანტა ის სანტა კლაუსი წმინდა ნიკოლოზის სანტა ნიკოლაუს აქედან მომდინარეობს წმინდა ნიკოლოზის სახელიდან მომდინარეობს და რა გააკეთა წმინდა ნიკოლოზმა იცით? წმინდა ნიკოლოზმა ერთ-ერთ გაჭირებულ ოჯახს რომლებიც ფიქრობდნენ რომ შვილები რაღაცა ასე იგი უზნეო და უწმინდური საქმიანობით უნდა საქმებინათ იმისთვის რომ არანაირი შემოსავალი არ ქონდათ სამი გოგონა ყავდათ ამ ოჯახს წმინდა ნიკოლოზმა ქისაში ჩაყარა ბევრი ფული და მივიდა ჩუმად და სარკმლიდან ჩაუგდო ისე რომ არავის წარმოდგენა არ ქონდა ვინ გადმოაგდო ეს ფული მაგრამ როცა წმინდა ნიკოლოზი ამას აკეთებდა ის დარწმუნებული კი არ იყო რომ ეხლა ჩემს სახლშიც ვიღაცა აგდებს ფულს მერე მეორეჯერ გააკეთა ჩააგდო მერე მესამეჯერ ეს კაცი ეხლა წარმოიდგინეთ რა აი სახლში ზიხარ და ფანჯრიდან ვიღაცამ რაღაც გადმოაგდო მაგრამ ნახე რომ ფულია მერე მეორეჯერ სხვა დღეს მაგ მოხდა ეხლა ხო გაინტერესებს ვინ არის და მესამეჯერაც რომ დავარდა რაღაცა გამოვარდა ეს კაცი ვინ არის ეს ჩემი კეთილის ყოფილი ვინ აკეთებს ამას და ეს აღმოჩნდა რომ ეს მღვდელმთავარი ნიკოლოზი იყო მაგრამ წმინდა ნიკოლოზმა ის კი არ იცოდა რომ ეხლა მე რო ამას სიკეთეს ვაკეთებ მეც ვიღაც მიკეთებს აი ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული თამაში რას ნიშნავს აი ეს ადამიანი ამას უკეთებს სიკეთეს რაღაცას ყიდულობს იმიტომ რომ მე ამანაც ამას გაუკეთოს აი ესე მოდის და ბოლოს ისევ ამასთან მიდის და ეს რომ ამას სიკეთეს უკეთებს დარწმუნებულია რომ ამასაც ვიღაც აი ეს ის არის რომ არსებობს მაგაში დარწმუნებულია იმიტომ რომ კლასია თუ ჯგუფია რაღაც სამსახურში თუ სხვა ესეთი პრინციპია მაგრამ ნახეთ უბრალოდ დააკვირდით სიკეთე იკეტება აი ამ წრეში მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ შენ რო ადგე ყოველგვარ მე ეხლა მეტად ვთქვი რომ ეს ნაკლებად მკვნეული ამბავია მეთქი ამას თუ გააკეთებ რაღაცა უბედურება კი არ მოხდება ის უნებელია და ითამაშე და რაღაცა მაგრამ აქაც არის ხოლმე გულის წვეტები რომ მე ამას უფრო ძვირიანი უყიდე იმამე ნაკლებად არ მომეწონა და რაღაცა თუ მართლა გინდა რომ მიბაძო წმინდა ნიკოლოზს და ნამდვილად იყო ფარული სანტა თუ რაც ქვია აიღე 1-5 კილო ფქვილი და დაუდე იმ ოჯახს სადაც იცი რომ ნამდვილად ჭირდება ისე რომ მას წარმოდგენა არ ქონდეს რომ შენ გაუკეთე და რა მოხდება იცი აი ეს წრე გაიხსნება ეგრე ჩაკეტილი კი აღარ იქნება შენ რომ ამას გაუკეთებ ამას წარმოდგენა არ ექნება ვინ გააკეთა არც უხერხულობაში არ ჩავარდება რომ მე ამის მიმართ ვალდებული ვარ ახლა და ეს ღმერთს გაიხსენებს და მადლობა ღმერთო იტყვის იმიტომ რომ არავინ არ იქნება ისეთი ვისაც მადლობას ეტყვის არ იცის ვინ მიუტანა და როგორ ეტყვის მადლობას მაგრამ იფიქრებს რომ ეს ღმერთმა გამომიგზავნა და მადლობა ღმერთო და ნახე ამ კაცის საქციელით ღმერთი განდიდდა ღმერთი იდიდება და როგორ ღმერთი ამას რამეს მოაკლებს არ ამასაც რომ სადღაც დაჭირდება ამასაც მიუტანენ ისე რომ ამას შეიძლება წარმოდგენა არ ქონდეს და აი ეგ არის ნამდვილი მოწყალება და მე რომ ამას ვამბობ ხოლმე არიქა წამოხდებიან ხოლმე ერთი რაღაცა ქონდა და იმასაც გიშლის არავინ არაფერს გიშლის ითამაშეთ მაგრამ მე ვამბობ რა არის ნამდვილი და რა არის თამაში თამაში და სინამდვილე რომ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ამიტომ ვამბობ თორე იქ რაღაც უბედურებას კი არ მოახდენთ მაგრამ მე ვამბობ აი ნამდვილი რა არის რაც გააკეთა წმინდა ნიკოლოზმა ესე რომ აი ამაზეც შეიძლება რომ დაფიქრდეს ადამიანი